რა განწყობები არის საჯარო სამსახურში? რა განწყობები არის თქვენს მეგობრებში, თქვენს კოლეგებში, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებში, რომლებიც შეიძლება ამ წუთისთვის არც არიან გათავისუფლებულები, მაგრამ ხედავენ რა ხდება, როგორ გამოიყენება უფლებამოსილებები პოლიტიკური ინსტრუმენტად, რაღაცა ტიპის ერთპარტიული და მით უმეტეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო კონსტიტუციურად გარანტირებული ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგოდ მოქმედი პოლიტიკური ძალისთვის. დავიწყოთ თქვენგან და რა სელით, რას ეტყოდით ამ ადამიანებს და საზოგადოებას, როგორც ახლა უკვე ყოფილი საჯარო მოხელე. რას კარგავენ ადამიანები? თქვენი არ ყოფნით სისტემაში. ხო, ჩვენი არ ყოფნით და ჩემი კოლეგების არ ყოფნით და რწმუნებული ვართ, რომ დღეს გამოცხადდა ოფიციალურად ჩვენთან სამინისტროში რეორგანიზაცია. რეპრესიები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სხვადასხვა მის ესე იგი სისტემაში არსებულ უწყებებში. დღეს ოფიციალურად უბრალოდ ეს გაფორმდა და დაიწყო რეორგანიზაცია. რაც შეეხება განწყობებს, მე შემიძლია ჩემი კონკრეტულ მაგალითს ეკითხრათ განწყობები. თქვენ იცით, რომ საჯარო სამსახურში ახლა რამდენიმე თაობა მუშაობს, ანუ ჩემზე უფროსები, კიდე უფროსები, ჩემი თაობა, ჩემზე პატარა და ჯენზი, ხო? რაღაცა ესეთი, ესე იგი, რაღაც ესეთი თანდემი არის. კი, რა თქმა უნდა და მე რაღაცნაირად მეგონა, რომ სულ ვჩივით იმას, რომ ეს ახალგაზრდა თაობა არ არიან ემპათიურები, დიდად რაღაცნაირად სამშობლო არ უყვართ, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მათი საქმიანობა ყოველდღიური მათ სამშობლოს და მათ ქვეყანას უკავშირდება, მაგრამ არ განიცდიან ისე ძალიან ხო ამ ყველაფერს და მე მინდა გითხრათ და მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ თქვენ უნდა ნახოთ ის წერილების გამომშვიდობება, რომელიც მე ჩემმა თანამშრომლებმა ერთგვარად იქ მოაწყვეს და თვალებით და აცრემლებული თვალებით დამოშვიდობენ. კი ბატონო, კი, იმათაც შეიძლება აქვთ, მაგრამ ვერ გამოხატავთ. აქვთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩემი თანამშრომლების 80% მინდა გითხრათ, რომ არის 80-90 ამას ღიად გამოხატავენ, რომ ესე იგი მათი დამოკიდებულებები ჩვენი ქვეყნისადმი ახლანდელი ყოველ შემთხვევაში კურსის არის დამღუპველი და აცნობიერებენ ამას. თითქოს ეს არ ჩანს გასაგებია, როცა სისტემაში ხარ შეგინდ, ხა შენ ისე აქტიური შეიძლება ვერ იყოს საჯარო სივრცეში, თუმცა სწორედ ეს ადამიანები ავსებენ და ავსებდნენ ქუჩებს თბილისში, სხვა ქალაქებში და ასე შემდეგ. აბა ეს ხალხი რო არ ყოფილიყო, ეხლა მარტო კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ რაოდენობით უბრალოდ ამ რაოდენობას არ წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების, ხო? არა, ნამდვილად აცნობიერებენ, ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან და თქვენ თქვით და მე მინდა თქვენს კითხვაზე უპასუხო, რას ვეტყოდი მე იმ საჯარო მოხელეებს. კონკრეტულად ჩვენ სამინისტროში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე მათ აქვთ ძალიან კარგი წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის განხორციელებული და მე მინდა მათ მივმართო, რომ მაგალითად ჩემ შემთხვევაში, როგორც თქვი, იყო შემოთავაზებული ხელშეკრულებით, ანუ თუ განცხადებას დავწერდი, განიხილებოდა, რომ ხელშეკრულებით რამდენიმე თვით ამიყვანდნენ და მე მინდა რაღაცნაირად ესე ვუთხრა მათ, რომ საერთოდ აი ნიანგთან ზავიან მოლაპარაკება ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ერთ რამეზე შეიძლება მასთან ერთ რამეზე შეიძლება დაზავდნენ, რომ მოკლას თუ არ მოკლას უფრო გვიან. ამიტომაც მე თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, რომ მათი გონიერების ძალიან დიდი იმედი და დიდი ესე იგი რაღაცნაირად მაქვს იმედი ამ ყველაფრის და მოვუწოდებ, რომ თავიანთი ღირსეული როლი შეასრულონ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ამას აკეთებენ თქვენ ახსენეთ თქვენს შესავალშიც, რომ აკეთებენ უახლოესი ადამიანების ხელით აკეთებენ ამ ყველაფერს, რაც ყველაზე მეტად სავალალოა და შეიძლება ითქვას, რომ სამსახურის დაკარგვის ტოლფასი კი არა უფრო მეტი არის, როდესაც ზურგში დანას ისეთ ადამიანებს იყენებენ ამისთვის და მათაც ძალიან მძიმე დროში. ეს ახასიათებს ავტორიტარულ სისტემას, ზუსტად მათ უნდა გააკეთებინოს. ძალიან მძიმე არის. მადლობა.